იყო და არა იყო რა. იყო ერთი ყმაწვილი, ჯამხუხი, ირმის ძე, ირმის რძით ნასაზრდოები, ტყის შვილი. იგი უშვილო თავადმა იპოვა და როგორც საკუთარი სისხლი და ხორცი ისე აღზარდა. მაგრამ გამოხდა ხანი, თავადი მოხუცდა, წელთა სიმძიმემ მოხარა და სასიკვდილო სარეცელს მიეჭაჭვა. უხმო ჯამხუხს და დაუბარა. შვილო, მთელი ჩემი დოვლათი შენთვის დამითმია, მაგრამ დაიხსომე, აი იმ ოთახის კარს არასდროს მიეკარო. იქ ძმები ადაუების დის სურათი ჰკიდია, რომლის მსგავსი მზესაც არ უნახავს, ვინც იმ სილამაზეს თვალს შეავლებს, მოსვენებას დაკარგავს და დარდს მიეცემა. ჯამხუხს ცნობის მოყვარეობამ სძლია. კარი შეაღო და სურათიდან ისეთმა ნათელმა გამოანათა, თითქოს ცისკრის ვარსკვლავი გამოჩენილიყო. დაიფიცა ყმაწვილმა, ანამ ქალწულს მოვიყვან ცოლად, ან შავი მიწა მეყოლოს სასწლოდ. თქვა ეს და გაუდგა გზას. იარა ბევრი თუ ცოტა ერთ ქალაქს მიადგა. ხედავს მოედანზე ხალხი შეყრილა და დასცინის კაცს, რომელიც ერთ მუჭა მიწას ისე შეექცეოდა თითქოს უცხოსანო ვაგე ყოფილიყოს. ჯამხუხმა კი დაცინვის ნაცვლად გულისხმიერად კითხა. რა უცნაური მადის პატრონი ჩანხარ? ამაში საკვირველი რა არის? მე ბელტიყლაპია ვარ. აი შენ რომ ჯამხუხი, ირმის ძე დაგენახა, ის კი ნამდვილად გაგაოცებდა. ჯამხუხი, ირმის ძე, მე გახლავარ. შვიდად მიუგო ყმაწვილმა. მაგას რა სჯობს? ამიერიდან შენს გვერდით მიგულე, გაუხარდა ბელტიყლაპიას. აგრძელეს გზა და მომდევნო ქალაქში ადამიანი ნახეს, რომელსაც ყური მიწისთვის მიედო და გატრუნულიყო. რას უსმენ ასე გულმოდგინედ მეგობარო? ჰკითხა ჯამხუხმა. ჩუმად, მიწის გულში ორი ჭიანჭველა ერთ მარცვალს ვერ იყოფს და უსმენ, რომელი მოიგებს, რა საოცარი სმენა გქონია. ჩემი სმენა რა მოსატანია, შენ რომ ჯამხუხი, ირმის ძე იხილო, აი ის იქნებოდა ნამდვილი სასწაული. ჯამხუხი, ირმის ძე, მე ვარ. მაშ მეც თქვენი მეგზური ვიქნები. მესამე ქალაქში კი მძლეთ-ამძლეს წააწყდნენ, რომელსაც შემთხვევით ხე ამოეგლიჯა მიწიდან. ხალხი კი გარს შემოხვეოდა და აძაგებდა. რა დიადი ძალის პატრონი ყოფილხარ, აღტაცებით თქვა ჯამხუხმა. ეს რა არის? მე უბრალო მძლეთ-ამძლე ვარ. შენ რომ ჯამხუხი, ირმის ძე განახა, ის არის ნამდვილი საოცრება. ჯამხუხი, ირმის ძე, მე ვარ. მას ჩემი ადგილით თქვენს გვერდით ყოფილა. შეკრული სამეგობრო ძმები ადაუების სასახლეს მიადგა. მათ ყინულივით ცივად მიიღეს სტუმრები. ჩვენს დას პირველ შემხედრს არ გავატანთ. თუ ჩვენს გამოცდებს გაუძლებ, ჩვენი და ცოლად გამოყვება. თუ ვერა, შენი თავიც ჩვენი სასახლის გალავანში ჩატანებულ სხვა თავებს მიემატება. პირველი გამოცდა კლდის გაპობა იყო, რომელიც ხეობას კეტავდა. წინ მძლეთ-ამძლე გამოვიდა, ხელები გაატკაცუნა და ლოდს ისეთი მუშტი დაჰკრა, რომ კლდე კი არ გაიპო, ქვიშად იქცა და ქარმა წაიღო. გაწმილებულმა ძმებმა 100 კაცის სამყოფი სუფრა გაშალეს და სტუმრებს ყველაფრის პირწმინდად გაქრობა უბრძანეს. სუფრას ბელტიყლაპია მიუჯდა და თვალის დახამხამებაში არა მარტო საჭმელ სასმელი, არამედ სუფრა, მაგიდა და სკამებიც კი ზედ მიაყოლა. ძმები მიხვდნენ, რომ ღია ძალით ვერას გახდებოდნენ და გულში ღალატი ჩაიდეს. გნებდებით, უთხრეს მოჩვენებითი პატივისცემით. მშვიდობის სუფრა გავშალოთ, მაგრამ საიდუმლოდ მოწამლული ღვინით სავსე თასები მოადანინეს. ურმახვილა მათი ჩურჩული საკუჭნაოდანვე გაიგონა და ჯამხუხს შეუმჩნევლად ანიშნა. მაშინ ჯამხუხმა მეგობრებს გადახედა. მძლეთ-ამძლე იმ წამს ციხე სასახლეს საძირკველში ეცა. შეარყია და ძმები ჭიანაჭამით ხილივით გადმოყარა. შემდეგ კი მთელი სასახლე მხრებზე აიკიდა და ჯამხუხთან, გათავისუფლებულ ქალიშვილთან და მეგობრებთან ერთად შინისკენ წამოიღო. ასე დაამტკიცა ირმის ძემ, რომ ყველაზე მჭრელ ხმალზე და უდიდეს ძალაზე ძლიერია გული, რომელსაც ერთ გული მეგობრების შემოკრება და ერთ მუშტად შეკვრა შეუძლია. და იმ დღიდან ყველა მისწავლა, რომ ნამდვილი მშვიდობა იქ იბადება, სადაც გული გულს ცნობს და ერთმანეთის ნიჭს აბუჩად კი არ იგდებს, არამედ პატივს სცემს.